გავშალოთ. მოდი ესეთი გაშლა გავაკეთოთ. აი ამ დღის განმავლობაში რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე? გაშლა არის კაცებისთვისაც, გაშლა არის ქალებისთვისაც, გაშლა არის ბიჭებისთვისაც, გაშლა არის გოგოებისთვისაც, ყველასთვის. რა უნდა გააკეთოთ? ენერგიის გაცვლისთვის, ვისაც არა გამოწერილი არხი უნდა გამოიწეროს სასწრაფოდ და როდესაც მოისმეს პასუხებს, დალაიქოს თუ მოეწონა, თუ არ მოეწონა, დისლაიქი მომცეს. არ არის პრობლემა. მე შეგახსენებთ, რომ ვარ ნათია შაი. ეს არის ჩემი არხი, მაგრამ არა მარტო ჩემი, უკვე 14,000 ადამიანის არხიც არის ეს. და გაქვს შენ შანსი, რომ შენი არხი გახდეს ეს, შენი უსაყვარლესი არხი. დაკვირდით ვარიანტებს, პირველი ვარიანტი. მოკლე გაშლა იქნება ეს. მეორე ვარიანტი. და მესამე ვარიანტი. ხო, სანამ ამოვიღებდე არკანებს, ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან და თან დიდი სათხოვარი. ჩემო ძვირფასებო, ჩემო უსაყვარლესებო. როდესაც ბირეკავთან მწერთ და მეუბნებით, აი ამ წუთას ხო არ გცალია ეხლავე. ნახეთ, 7 წელია ვარ ეზოთერიკაში. და როგორ ფიქრობთ? მე ზუსტად იმ ერთი ადამიანის ზარს ველოდები მთელი დღე, როდის მომწერთ და ამერეკავს რომ გაუშალო. არსებობს ჩაწერის სისტემა. და ეს არის ელემენტარული, რომ ჩაეწეროთ რიგში და როცა მოგიწევთ, მაშინ მოხდეს გაშლა. ტაროს გაშლა არის ტაროს გაშლა და არ არის წამალი, თან რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი წამალი, მაგალითად სასწრაფოდ რაღაცა სუთქვის აღდგენი ან გულის შეტევის დროს ვისაცევი წამალი, რომ ამ წუთას, ამ დროს თუ არ გაიშალა, მორჩა. თუ ესე სულწრაფი ხართ და კარგ ტაროლოგთან სწორი ინფორმაციების მიიღება არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია უბრალოდ სწრაფად მიიღოთ ინფორმაცია. როდესაც მე ახალი დაწყებული მქონდა ტარო პირველი წლის მანძილზე, არ მყავდა ესე ბევრი, ასე ვთქვათ, მომხმარებელი თუ კლიენტურა და კი ბატონო, შევა დღე გასულიყო, ისე არავინ არ მყავდა და კი მეცალა მაშინ ესე ვინც მომწერდა იმ წუთას და იმ დროს. ნუ შევა არ მეცალა, ბაურს ვაჭრევდი ან რა ვიცი, რაღაცა საჭმელს ვაკეთებდი და რაღაცა. მაგრამ ნუ ასე თუ ისე ვახერხებდი. ხო და შეგიძლიათ ესე დამწყებ ტაროლოგებს მიმართოთ. მე განაცუდად ვამბობ, მეც ვიყავი დამწყები, ხო, 7 წლის წინ. ხოლო თუ გსურთ, რომ გამოცდილ ტაროლოგთან გქონდეთ კონსულტაცია, უნდა ინებოთ და მაგის ნებისყოფა გქონდეთ, რომ რა ვადაშიც არის ხოლმე. ხო, როცა გეტყვით, ზოგჯერ არის იმავე დღე, ზოგჯერ მეორე დღე, ზოგჯერ მესამე დღე, ზოგჯერ არის 4-5 დღის მერეც ხოლმე, ხო, გააჩნია როგორ მიდის ჩაწერები და ეს არის ძალიან ბუნებრივი რაღაცა. ხო და ისე სულ სწრაფობა არ არის კარგი, ენერგეტიკულად არ არის კარგი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შანსი შეიძლება გაუშვათ ხელი და სულ სწრაფობით. ეს ცოტა გადახვევა ჩემგან. ეხლა კი ვნახოთ, ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრა, რას ფიქრობდა ის დღეს, აი ერთი დღის განმავლობაში თქვენზე არ აქვს მნიშვნელობა, კაცი ხართ, ქალი ხართ, მოკლედ სქესს არ აქვს მნიშვნელობა, ყველასთვის არის ეს. ეხლა მითხარით გულწრფელად, დააპაუზეთ და მომწერეთ. რაზე აწყენინეს და რაზეა გაფუტული? რაღაცაზე იმედგაცრუებულია. შეიძლება თვითონაც გაწყენინათ და თავის თავზეა გაბუტული და გარაწყერებული, რომ რაღაცა გაწყენინათ. მაგრამ აი მეღიმება, ეს არ არის სერიოზული წენა, რაღაც სერიოზული პრობლემა. თუმცა თუ ესე გაგრძელდება, შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს. და ეს ადამიანი ფიქრობს,
ხო, იცი, თავის-თავზე უფრო არის განაწყენებული და გაფუტული, რომ აი ეს როგორ შემეშალა, ეს როგორ მომივიდა, აი ეს როგორ დამემართა და რა ვიცი, თავის-თავს ადანაშაულებს. და აი უსამართლოდ მოვექეციო ესე ფიქრობს და ძალიან მალე გადმოდგავს სამართლიან ნაბიჯს, თვითონ ესე ფიქრობს და მე ვფიქრობ, რომ მართლაც სამართლიანი იქნება ეს ნაბიჯი და დაუფასეთ, არ დაიწყოთ თავის დაფასება და რაღაცა, როდესაც ადამიანი აღიარებს თავის დანაშაულ შეცდობას და მოდის ამის გამოსასწორებლად მიეცით შანსი. აი ესეთი პირველი ვარიანტი. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ასე გამოვაცხადებ ჩემ ნომერს, ვისაც სურს ჩემთან კონსულტაციისთვის დაკავშირება. მინდა გითხრათ, რომ მე არა ვარ მარტო ტაროლოგი და ასევე მინდა გითხრათ, რომ ტაროს გაშლა არ არის მკითხაობა ხალხო. მე არ ვიცი ვინ როგორ უშლის ტაროს, მაგრამ მე ვმუშაობ არაცნობიერში, ქვეცნობიერში, ჩავდივარ ენერგიით და იქიდან ამომოქვს ინფორმაცია. ეს არ არის მკითხაობა, ეს არის ფსიქოლოგიური ინსტრუმენტი. ხო, და ასევე ვარ რეგრესოლოგი, ვარ რეიკის ოსტატი, ვარ ბედის მატრიცის მკითხველი და ყავაშიც ვიხედები. აი, ყავაზე შეიძლება ითქვას მკითხაობა და დანარჩენზე არა. ხო და შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნომერზე 591 233 507. ოღონდ და მომწეროთ, ხო, სასურველია თუ მომწერთ WhatsApp-ზე, Viber-ზე, იმიტომ რომ როცა ვმუშაობ, ან წერ ვიდეოს, ან კლიენტთან ვმუშაობ, ცხადია ვერ გიპასუხებთ მაშინ და ხელი მეშლება ხოლმე. ოჰო, ეხლა რას ფიქრობს ეს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე? არ ვიცი რამდენად მალავს თუ ამას აჩენს, ძალიან დიდი ლტოლვა აქვს თქვენდამი სექსუალური ლტოლვა და ოღონდ იკავებს ამის მასზე თავს, ანუ იმ ნახირაზე იკავებს თავს, გამოავლინოს თავისი ვნებები თქვენდამი და სურვილები, ამაზე სჭირდება დიდი ძალისხმევა და იკავებს თავს. და რატო იკავებს ნახე თითქოს გონია რომ აჩქარებს მოვლენებს და ფიქრობს რომ თქვენთან ანუ ლოგინამდე მოსასვლელად კიდე დიდი დრო არის საჭირო, სტაბილური ურთიერთობა არის საჭირო, ესე აღიქვათ, ესე გაფასებს და ამას უნდა დამსახურება რომ თქვენ ვინმე მოუშვათ თქვენს ხელთან. გარდა ამისა, ამას არ ფიქრობს ახლა რასაც გეტყვით, მაგრამ რაც დავინახე, ამას გეტყვით, ხო? ნახეთ ჩემი ბავშვები გადაირივნევ და არ მიაქციოთ ყურადღება. პატარები მყავს. ხო, აგიჟებენ მამას. ხო, ნახეთ რა დავინახე, ეს უკვე ნათელმხილველური ენერგია არის, რომ რაც თქვენ ამ პარტნიორში არ მოგწონთ, ეს არის თქვენი ჩრდილი. თქვენი ჩრდილოვანი მხარე, რომელსაც თქვენ არ აღიარებთ და მოდი დაიწყეთ ამაზე ფიქრი. აი ესე. და აუ ჩრდილებთან მუშაობა არის ადამიანებო ყველაზე რთული რამ, იმიტომ რომ ადამიანი თავი ჩრდილს აი ძალიან ძლიერი უნდა იყოს და ძალიან დიდ ვიბრაციებში და მაღალი განვითარება უნდა ქონდეს, ძალიან მაღალი, რომ ადამიანმა აღიაროს თავისი ჩრდილი. აი თუ აღიარა, ეს უკვე ჩათვალე, რომ 50% გაკეთებულია უკვე შენი ენერგეტიკული სულიერი ზრდის საქმე. ხო, იმიტომ არის ჩრდილი და იმიტომ არის ეს დაფარული, რომ ვერ უსწორებ შენ თვალს და თუ გაუსწორე ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ. და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე? ღმერთო ჩემო როგორ უყვარხართ, საოცრად უყვარხართ, ვინც მესამე ჩაიფიქრეთ. საოცარი წმინდა სუფთა გულწრფელი გრძნობა აქვს თქვენდამი. გოგოებო, იცით რას ფიქრობს? გოგოებო, ბიჭებო, რა ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა. იცი როგორი ფიქრი ამოდის? თუ თქვენ მისი მეუღლე არ ახართ, აი კი არ ფიქრობს, ოცნებობს, რომ ეს რო ასე ყოფილიყო, რა ბედნიერი იქნებოდა თქვენთან და თუ თქვენ ხართ უკვე, ანუ დაოჯახებულმა ჩაიფიქრეთ, ხო, თქვენი მეორე ნახევარი, მაშინ ამით არის უსაზღვროდ ბედნიერი და
ღმერთს მადლობას უხდის ამ ბედნიერებისთვის. ანუ თუ არა ხართ იმდენად უნდა რომ წარმოიდგეს ამას და ამით იღებს დიდ სიხარულს, ტკბობას, აი ნირვანას, კაიფს, აი წარმოდგენით როგორც ნარკომანი, ხო? აი წარმოიდგეს და ამით იტკბება, ამით ივსებს იმ დანაკლეს და თუ თქვენ ხართ მისი მეუღლე, ძალიან ბედნიერია. ძალიან ბედნიერი ხართ, რომ თქვენ მისი ხართ, მისი მეორე ნახევარი. დამიწერეთ კომენტარები, მომწერეთ, როგორი იყო ეს გაშლა, რეზონირდა თუ არა. და გელოდებით პირად კონსულტაციებზე.